გამარჯობა პატარა მეგობარო, მე ბალიშა ვარ და დღეს ძილის წინ ერთ ძალიან ლამაზ ამბავს მოგიყვები. ერთ პატარა ტყეში 3 გოჯი ცხოვრობდა. ერთ დღეს მათ გადაწყვიტეს საკუთარი სახლები აეშენებინათ. პირველმა გოჯმა ჩალის სახლი ააშენა. სწრაფად მოურჩი, გაიხარა მან. მეორე გოჯმა ხის სახლი ააშენა. ჩემი სახლიც კარგი გამოვიდა, თქვა ბედნიერად. მესამე გოჯი კი დიდხანს შრომობდა და აგურის მყარ სახლს აშენებდა. უცებ ტყეში დიდი და მშიერი მგელი გამოჩნდა. იგი ჯერ ჩალის სახლთან მივიდა. გამირე კარი, დაიღრიალა მგელმა. მაგრამ გოჯმა არ გაუღო. მგელმა ძლიერად შეუბერა და ჩალის სახლი მაშინვე დაინგრა. პატარა გოჯი სწრაფად გაიქცა თავისი ძმის ხის სახლში. მგელი იქაც მივიდა. შეუბერა ერთხელ, მეორედ და ხის სახლიც დაინგრა. ორი გოჯი შეშინებული გაიქცა მესამე ძმასთან, აგურის სახლში. მგელმა მთელი ძალით შეუბერა, მაგრამ აგურის სახლი ძალიან ძლიერი იყო. მგელი დაიღალა, დანებდა და ტყიდან გაიქცა. 3 გოჯი კი ბედნიერად ჩაეხუტა ერთმანეთს. იმ დღიდან ყველა მიცოდა, სიზარმაცე სწრაფია, მაგრამ შრომა და მოთმინება ყოველთვის უფრო ძლიერ სახლს აშენებს. აი, ასეთი იყო დღევანდელი ზღაპარი. ეხლა კი დროა, თვალები ნელა დახუჭო, ჩაეხუტო შენს ბალიშს და ყველაზე თკბილ სიზმრებში გაცურო. თკბილი ძილი, პატარა მეგობარო, ხვალ კიდევ შევხვდებით.